ერთი რაც მაინტერესებს და რაც ვერ ვნახე და თქვენც ვერ მეუბნებით, ჩამოყალიბდა თუ არა ბატონი დავით უსუფაშვილი იმასთან დაკავშირებით ვართ თუ არა რუსეთში და რუსეთის შემადგენლობაში. იმიტომ რომ მან გამოიყენა ასეთი ტერმინი, რომ ან დავრჩებით რუსეთში, ან წავალთ ევროპისკენ. როგორც ჩანს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბატონი დავითი თვლიდა, როცა ეს განცხადება გააკეთა, რომ ჩვენ რუსეთში ვართ. მე უბრალოდ მაინტერესებს ვიცოდე, ჩვენი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე კვლავ მართლა თვლის, რომ საქართველო რუსეთშია, თუ რაიმე გაუგებრობასთან აგვაქვს საქმე. რაც შეეხება კანონში იმის ჩაწერას, რომ არავინ არც ერთი ნიშნით არასოდეს არ უნდა დაიჩაგროს, ამას ყოველთვის ვეთანხმებოდი, დღესაც ვეთანხმები და ხვალაც დავეთანხმები და ყოველთვის დავეთანხმები. აქ საუბარი იმაზე კი არ არის, რომ ადამიანი არ უნდა დაიჩაგროს თუ უნდა დაიჩაგროს. რა თქმა უნდა, არავინ არასოდეს არ უნდა დაიჩაგროს და ყველა თანასწორი უნდა იყოს კანონის წინაშე. საუბარი არის იმაზე და მე და ჩემი მეგობრები ვაპროტესტებთ იმას, რომ ხელოვნურად შემოდის ამ თემით სპეკულირება, ხდება ამ ტიპის ცხოვრების წესის ნორმად წარმოჩენა, ხდება პროპაგანდა არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის, ხდება ბავშვებისათვის თავში იმ აზრის ჩადება, რომ არაფერი განსაკუთრებული იმაში არ არის, თუ არატრადიციული ორიენტაციის იქნება ადამიანი და პირიქით ლამის არის ახალისებაც ხდება ამის, ამაზეა საუბარი, ამას ვაპროტესტებთ და არა იმას, რომ ვინმე არ უნდა დაიჩაგროს. ასე რომ დემაგოგიას დაანებონ თავი საქართველოსათვის იმ ფასეულობების თავს მოხვევას, რომელიც ჩვენთვის არის აბსოლუტურად მიუღებელი და იმასაც ვიკითხავ. ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ არჩევანი დგას რუსეთსა და ევროპას შორის, როცა არჩევანი კეთდება ჰომოსექსუალიზმის ღია პროპაგანდასა და არ დაჩაგვრას შორის, ვის საქმეს აკეთებენ? ძალიან სერიოზული კითხვის ნიშანი ისმება ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ვერასოდეს მე ვერ მივიღებ ჰომოსექსუალიზმის, ასე ვთქვათ, პროპაგანდას, ინცესტის დაკანონებას, ვისაც უნდა და ვისაც ნორმალურად მიაჩნია და-ძმა შორის ურთიერთობა, დედასა და შვილს შორის, აი მზარავს კიდეც ამის თქმა და არის ქვეყნები ევროპაში, სადაც ინცესტი დაკანონებულია. თავის საქმე თვითონ იციან. ჩემს ქვეყანაში და ჩვენს ქვეყანაში ეს არის მიუღებელი და თუ არჩევანი დგას ესე, ინცესტის ნორმა დაღიარება, თუ დარჩენა იქ სადაც ვართ და მე არა ვარ რუსეთში, მე ვარ საქართველოში. მე მინდა დავრჩე ჩემს ქვეყანაში. ვივლი ტრადიციების გზით პროგრესისაკენ, მაგრამ იმ პროგრესისაკენ, რომელიც არის ნორმალურ ჯანსაღ ადამიანურ ფსიქიკასთან შესაბამისობაში. არავის არ დავჩაგრავთ. ოღონდ თავის ცხოვრების წესს ნურავინ თავს ნუ მოგვახვევს. ამაზეა საუბარი.